მე არ მithქვამს გოგისთვის, რომ თქვათ აი ასეთი ტიპის მუსიკა მინდა, ან ისეთი ტიპის მუსიკა მინდა, ან არ მიჩვენებია რაღაც რეფერენსები, არ მქონია. ეგ სხვათა შორის არავისთან არ მქონია, არც ოპერატორთან მქონია, არც მხატვართან მქონია, რომ ეხა მაინცა და მაინც ასეთი ტიპის რაღაცა და უფრო რაღაც განწყობებით ვლაპარაკობდით და უფრო სხვა ტიპის სხვა რაღაცაზე უფრო მეტი ვილაპარაკეთ, ვიდრე მუსიკაზე, რაღაც ლიტერატურაზე უფრო მეტი ვილაპარაკეთ და მხატვრობაზე და ვთქვათ, რა ვიცი, იაპონურ არქიტექტურაზე, ვიდრე კონკრეტულად მუსიკაზე. იმიტომ ირაციონალური პროცესია ჩემთვის ეგ რა რაღაცას დავუშვათ რაღაცას რო უყურებ და მაგაზე გუნდა გააკეთო საუნდტრეკი. აი იდეა და თვითონ ენერგია რომელიც მოდის იქ ნამუშევრიდან, რომელსაც მე უნდა გავუკეთო მუსიკა და მე დავუშვათ ჩემი რეაქცია რომ აი როგორი მუსიკა უნდა მოუფიქრო ამას, ეგ სრულად ირაციონალურია რა რაღაცნაირად მან არ არის რაღაც ლოგიკა. კი შეიძლება მე პოსტფაქტუმ ვილაპარაკო ამაზე, რატომ ხდა და როგორ მოხდა, მაგრამ თვითონ იმ მომენტში ირაციონალურია ჩემთვის რა, მან რაღაცნაირი ის არ არსებობს ლოგიკა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მარტივი შეკითხვაა, ყველაზე რთული შეკითხვა არის თუ რაზე მოგითხრობს ფილმი. იმიტომ რომ რაღაცნაირად ბევრ რაღაცას დებ შენ თვითონ და მერე უკვე რა არის თვალსაჩინო, რა არის მაყურებლისთვის რა აღიქმევა, ცოტა რაღაცნაირად მირთულდება ხოლმე მაგ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ერთი სიტყვით ალბათ მარტოობაზე, ადამიანის მარტოობაზე, რაღაც სინდისთან დაზავებაზე შეიძლება, ქალაქის მარტოობაზე და რა ვიცი, ჩვენს კავშირებზე, ხილულ და უხილავ კავშირებზე და ამ კავშირების არარსებობაზეც. მუსიკა თავდაპირველად ჩაფიქრებული არ მქონდა. ვიფიქრე, რომ იმდენად ბევრია ქალაქი, იმდენად ბევრია ხმა, სხვადასხვა ტიპის ხმები. თვითონ ფილმშიც აი უშუალოდ შინაარსობრივი ნაწილიც რაღაც სხვადასხვა ხმაზეა აგებული და თავიდან ვიფიქრე, რომ მუსიკა საერთოდ არ მქონდა თითქოს განსაზღვრული და მე უკვე როდესაც დავამონტაჟეთ მეც და მონტაჟის რეჟისორი ნოდარ ნოზაძე ბევრი ვილაპარაკეთ და რაღაც მივხვდით, რომ მუსიკა გვჭირდება და ამიტომ უკვე დავიწყე მუსიკაზე ფიქრი. გოგის დიდი ხანია ვიცნობ როგორც კომპოზიტორს და მის ნამუშევრებით ნანახი მაქვს, კი არა და მოსმენილი უბრალოდ, მაგრამ ბევრი ვიფიქრე მაინც მიუხედავად ამისა რაღაცნაირად მე თვითონ ვეძებდი თითქოს იმ გასაღებს, რომელიც მაგ ფილმის განწყობას მოუხდებოდა და როცა შევხვდი, თითქოს ის მომენტები, რომლებიც ჩემთვის ძვირფასი იყო და ჩემთვის რაზეც იყო ეს ფილმი რაღაც დროის მდინარებაზე, რაღაც დალუპულ ქალაქზე, აი რაღაცა ზუსტად ეგ შინაარსი გამოიტანა, იმიტომ რომ მანამდეც რამდენიმე ადამიანს ვაჩვენებს, ვთქვათ, ვიღაცამ მიიღო ეგ რიტმი და ეგ დინარება დროის რაღაცნაირად გაყვა, შეყვა და ვიღაცისთვის ეს, ვთქვათ, შეიძლება ყოფილიყო უბრალოდ ნანახის კიდევ ერთხელ გამეორება და ამიტომ რაღაცნაირად აი პირველად თავიდანვე როდესაც ვილაპარაკეთ, აი ზუსტად ეგ განწყობა გამოიტანა და მე რაღაცა თითქოს ძალიან ადვილად წაგვივიდა მუშაობა, გულისხმობ იმას, რომ რა თქმა უნდა, ეხა კომპოზიტორის სამუშაო ძალიან სერიოზული სამუშაოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ გქონდა ბევრი
როგორ გითხრა რაღაცნაირი პრინციპული დავა და კამათი რაღაც არ მახსენდება. არა, თავიდანვე გარკვეული იყო ხაზი. რომ ნახე უკვე თავიდანვე საინტერესო იყო არაორდინალური თვითონ სიუჟეტი თითქმის არ არსებობა და ფილმი მიყვება ორ პარალელურ რაღაც ხაზს ადამიანის რა და ეს ხაზები სად იკვეთება, სად არ იკვეთება, გადაიკვეთება თუ არ გადაიკვეთება და ეს ფორმა ძალიან მომეწონა რა ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირი აღმოსავლურია უფრო რაღაცა ნახევრად მედიტატიური მდგომარეობა ერთი და იგივე მეორდება ტემპი დაბალია რაც ჩემთვის ძალიან ის იყო ახლობელი რა მხრივ რა ორი გმირის ისე განვითარება როგორც მოხდა თან ვითარდება სიუჟეტი თან იგივე ადგილას ბრუნდება და რაღაცა პლანში ცოტა ანარეკლია მუსიკაში რაღაცა ხმები ხმოვანი ნაწილის რაც არის უფრო რაღაცა ელექტრონული ხმები და მეორე პარალელური მელოდიური ხაზი რაც არის პიანოს ხაზი რა და თითქოს ეგეც ირეკლავს ამ იმას რა მაგრამ მაშინ არ ვფიქრობდი მაგაზე მაგრამ ეგრე გამოვიდა უბრალოდ აი ეს რაღაცნაირი ხო სვლა და დინება ჩემთვის იყო ძალიან ახლობელი იმიტომ რომ მაგას ვცდილობ ხოლმე მე თვითონ მუსიკაშიც რომ ეგ იყოს რა არ იყოს დავშეთ ძალიან დრამატული და იყოს უფრო დენადი და გამეორებადი და კინოენა ამ შემთხვევაში ძალიან დაემთხვა ჩემ ხედვას მუსიკის და შესაბამისად მუსიკის მორგება ადვილი იყო ჩემთვის რა I am listening. I want to be your friend. I like you. We are good friends. Yes, we are good friends. ჩემ წარმოდგენაში და ჩემი გამოცდილებით რაღაც ფილმიც ეგრე ფაზლივით შეიკრა რა სხვადასხვა ეტაპზე ბევრი იყო დოკუმენტური მასალა, ბევრი იყო მხატვრული, ნაწილი იყო მხატვრული და აი კინოს რაღაც ბევრი ადამიანი ქმნის და ვთქვათ ოპერატორთან ერთად, მხატვართან ერთად, შემდეგ ხმის მიქსთან, პაატასთან ერთად, მემონტაჟესთან ერთად რაღაცნაირად თითქოს იკვრებოდა ეს ფაზლები, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება ვერც გაერთიანებულიყო ამ საერთო ქსოვილში და კომპოზიტორის შემთხვევაში, გოგის შემთხვევაშიც ეგრე იყო რაღაცნაირად თითქოს სხვა სიცოცხლე შესძინა იმას, რასაც ჩვენ ხედავდით და გვესმოდა, უკვე რაღაც ძალიან ზუსტი ინტონაცია შემატა და რაღაცნაირად თითქოს ამ მუსიკა, ამ ფილმთან ერთად დაიბადა სავით ეს მუსიკა შეგრძნებით ესეა ჩემი შეგრძნებით. ჩემ შემთხვევაში აი ერთი არის რომ მე მუსიკას ვაკეთებ დავუშვათ მარტო და მართლა ცარიელი ფურცლიდან იწყებ და მან საერთოდ სხვა შემოქმედებითი პროცესია რა, მაგრამ როდესაც კოლაბორაცია აქ უკვე მოცემული რაღაცა ჩარჩოა, შენ რაღაცა გინდა არ გინდა ჩარჩოებში ხარ, მაგალითად ამ შემთხვევაში ვიზუალური მასალა რაც ნახე უკვე გზაზე გაყენებს, აი დავუშვათ საით უნდა წახვიდე. მაგრამ ეს არ ზღუდავს შემოქმედებითობას პირიქით მე ყოველთვის როდესაც რაღაცა ჩარჩოში ვზევ, ბევრად უფრო მეხსნება ფანტაზია რა, რატომღაც ეგრეა. რაც შეზღუდული ხარ, უფრო მეტად ირთვება აი რაღაც შემოქმედებითი იმპულსი. ხო და ამ შემთხვევაში ყველა კოლაბორაციას ეგ ახლავს თან შეზღუდვა რა მეორე მხრიდან მოსული შეზღუდვა. კინოში ხო ეგ ისედაც თითქოს ეგრე არის. რაღაც ბევრი ავტორი იკრიბება როგორც ერთი საერთო იდეის გამტარი და ეგრე მაშინ შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ვთქვათ ოპერატორს ხო არ ზღუდავს შენი ჩარჩო, ან მსახიობს ხო არ ზღუდავს. მე ვფიქრობ, რომ პირიქით კი არ ზღუდავს, აი რაღაცის ირგვლივ გაერთიანება ხდება და ამიტომ არის ეს ბევრი ადამიანის საკეთებელი საქმე, რომ რაღაც ბევრი ხედვა ერთიანდება ერთი რაღაცის გარშემო. ზუსტად მაგას ვიწევ. ანუ ეგ არ არის შეზღუდვა სინამდვილეში.
რაც შეიძლება მოგეჩვენოს რომ ვიღაცა გზღუდავს თავისი სიუჟეტით ან რაღაცით პირიქით ეგ რაღაცა პლანში გათავისუფლებს და უფრო მეტ შემოქმედებით იდეებს გაწევს. როცა ცარიელი სივრცე და შენ უნდა მოიფიქრო ყველაფერი. ეგ რაღაც პლანში გირთულებს საქმეს რა, იმიტომ რომ არც საიდან დაიწყო, არც რა მიმართულებით წახვიდე და არც რა ჩარჩოები, შენ თუ უნდა შეუქმნა ჩარჩოები აუცილებლად, იმიტომ რომ შენ ხო ფორმას აკეთებ, მუსიკის სახით ან კინოს სახით, სულ ერთი რაღაცა ფორმა კეთდება, ამიტომ ჩარჩოები ჭირდება ამას და ეგ ჩარჩოები შენი შესაქმნელი, შენი მოსაფიქრებელია და როცა არსებობს უკვე გამზადებული სტრუქტურა, რაშიც უნდა გამოავლინო შენი შემოქმედებითობა და შენი ფანტაზია. უკვე დრო აღარ გეკარგება ჩარჩოს შექმნაზე და პირდაპირ ფანტაზია იწყებს მუშაობას და ავსებ ამ ჩარჩოს რა შენი სხვა მექანიზმია, მაგიტომ მე ძალიან მიყვარს კოლაბორაციების დროს ბევრად უფრო მეტი სიამოვნება რა აღარ არის უფრო თავისუფლება მაქვს მე. გაზიარება ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაც საერთო ენის გამონახვა, საერთო კი აი ეს მომენტები, როდესაც გამოინახება საერთო ენა, ძალიან სასიამოვნო რა. ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, ეგ ხო მაგარია მომენტებია ეგ. ეხლა გავაგრძელებთ 31-დან. დაიჭრა? ეგ პაატა გოძიაშვილის იდეა იყო და მისი შემოთავაზება და მე მგონი ძალიან კარგი. თითქოს აი ეგ ლუპი რომელიც მიდის და მუსიკალურადაც ანარეკლივით არის რაღაც იმ სამყაროსი რომელიც ამ გმირებშია თუ ქალაქში რაღაცნაირად ირეკლავს. ბოლოსთვის ვფიქრობდით რომ სხვა ვარიანტი მოვსინჯეთ ამ საფინალო მუსიკაზე მოვსინჯეთ სხვადასხვა ვარიანტი, ვთქვათ, უფრო ჟღერადი, ჟღერი ალბათ უფრო სწორი სიტყვა. და არც ერთი არ მოეწონა რეჟისორს. ხო და ბოლოს ხო და მე პაატამ თქვა რომ მოდი ის თავარი ლირიული ხაზი რომელიც გვაქვს, მოდი ჩავწეროთ და ეგ იქნება ის მომენტი, როდესაც ადამიანი ნამდვილი ინსტრუმენტით რაღაცა სხვა სიცოცხლეს აძლევს. გოგი მე მგონი ცოტა დაფრთხა თავიდან. მე დავფრთხი, იმიტომ რომ ყველაფერი კლასიკური ძალიან მაფრთხობს, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა ბექგრაუნდიდან უკაცრავად ინგლისური სიტყვის მოვდივარ. ხო და რაღაცნაირად ძალიან ისე შორს. მაგრამ ხო თავიდან არც მინდოდა მართალი რო გითხრათ, იმიტომ რომ მე ისე მიჩვეული ვარ ამ იმას რა ქვია ელექტრო ინსტრუმენტებს რომ რაღაც ვერ ვნახე ამის საჭიროება რა ვერ დავინახე მაგაში, მაგრამ მე მგონი რომ ძალიან კაი გამოვიდა. თან ის ისე ბოლო თემა რაც იყო სრულიად განსხვავდება რა მუსიკაც მთელ ფილმს მიყვება. თითქოს აი ხას უსვამს აი მომენტს ზედმეტად ილუსტრაციული აი სპეციალურად ზედმეტად ილუსტრაციული ჩემთვის და ეგეც რაღაცნაირი უცნაური ის იყო გადაწყვეტილება იმიტომ რომ ну რეალურად მთელი ცხოვრება მაგას გაურბივარ რომ არ იყოს ილუსტრაციული და იყოს რაღაცა პარალელური ხაზი, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაცა ხო ეგრე გამოვიდა და ну პირიქით წავედი ჩემ თავთან და მე მგონი რომ ძალიან გაამართლა. ისედაც როგორ არის? თან ის კლასიკური ორკესტრიც რო დაემატა, საერთოდ ხო ძალიან გააჩნდა. ისედაც როგორ არის? ხო თითქოს მაღალ ნოტაზე არ მთავრდება ხო რაღაც უკვე დასასრულისკენ რო ესაც მინდის უკვე რაღაც მომენტში ადის მაღლა და მე თავის კალაპოტში ჯდება და მე რაღაცნაირად მინდოდა პირიქით რომ მაგ ზემოთ დამთავრებულიყო რა ეგ
მაგ წერტილში და ხო და ნაწილობრივ არის ზემოთ ასვლა. ხო და ეგრეც არის უბრალოდ მე ხო პატამ ესეთი კარგი ძალიან დელიკატური გასაღები მოძებნა და თქვა რომ მოდი ჩვენ ჩავწეროთ და თუ არ მოგეწონება არ დავადებთ. ნუ რა თქმა უნდა ხა ეს ისედაც ესეა, როდესაც ერთ-ერთ მსახიობი იქნება თუ კომპოზიტორი თუ ნებისმიერ სხვა ვინც მუშაობს ფილმში, ხა რაც კატეგორიულად არ მოსწონს, მე მგონი რომ ის და ეწინააღმდეგება მის შინაგან ლოგიკას ან გრძნობელობას, ხა ის მე მგონი არც უნდა გამოიყენო რაღაც. არა, კიდე კაი, ძალიან მაგარია მე. ხო და უბრალოდ დარწმუნებული იყო. მე მგონი უბრალოდ პატა დარწმუნებული იყო. ხო, იმიტომ რომ მაგან იცის პატამ ზუსტად იცის რა უნდოდა და ეს ორკესტრმა თავისი სიტყვა შემოიტანა, რა თქმა უნდა. და ძალიან კაი. ყოველთვის მე არ უნდა გამიჯერა. ხო და არ დაგიჭერეთ. ჩემთვის ქალაქი თავიდანვე იყო ფილმის გმირი. საერთოდ ჩემთვის, ჩემ წარმოდგენაში გარემო, რომელშიც ჩვენ ვარსებობს, არის ერთ-ერთი გმირი რა. ესე დამოუკიდებლად არ აღვიქვამ. გავლენას ვახდენთ ერთმანეთზე რა, გარემო ახდენს ჩვენზე გავლენას, ჩვენ ვახდენთ ან არ ვახდენთ გავლენას გარემოზე და თითქოს აქედანაც ის კონფლიქტი წარმოიშვება, დრამატურგიულ კონფლიქტებს გულისხმობ. ამიტომ ჩემთვის თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ინტერიერები, სადაც გადავიღე, ეგეც რაღაც თითქოს გარემოს ნაწილი იყო. რატო თბილისი? იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი ეს ქალაქი, ნუ ვიტყოდი თბილისი ბევრნაირია ძალიან. ეს არის იმ კუთხიდან დანახული თბილისი, რომელიც მე ვიცი, იმ ფანჯრებიდან დანახული თბილისი, ის თბილისის ის გზები და ის მონაკვეთები, რომლებიც ძალიან კარგად მაქვს ნაგრძნობი და თითქოს მაგ ენერგიას ყველა ვატარებთ და ერთია, როდესაც მაგას აი რაღაც შიგნიდან უყურებ, ეგეთი ნაწილებიც არის ფილმში და მეორეა, როდესაც რაღაცა ერთი წერტილი გაქვს არჩეული ფანჯრიდან და იქედან აკვირდები და საიდანაც ქალაქს ვაკვირდებოდი, ერთი ეს ფანჯრები არის, საიდანაც გარემო შემოდის, ან უბრალოდ ვერ შემოდის და ეს ფანჯრები რაღაც შემაკავებელივით არის და მეორე ინტერიერი, სადაც კაცის ხაზი გადავიღეთ, ის თითქოს რაღაც არტერიასავით არის, აი ქალაქის არტერიასავით არის და ძალიან სხვადასხვანაირი ქალაქი არის გარშემო, აი ბევრ რაღაცას უყრის თავს, ბევრ ენერგიას და მერე აი ამ ყველაფერს რაღაცნაირად გარდაქმნის და ამუშავებს და ისევ თავის თავში ხარშავს თან. საინტერესო დროს მოგვიწია მაგ ფანჯრებში გადაღება. ეს იყო მომენტი, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი და ერთი მხრივ პანდემია სრულდებოდა და მეორე მხრივ ჩვენ ქალაქს, ჩვენ ლანდშაფტს შეერია სხვა ვიზუალის ხალხი, რაღაც დაბნეული სახეებით, სხვანაირად ჩაცმული, სხვა გარეგნობის და ერთი შეხედვით ეს ძალიან თვალსაჩინო იყო ეს განსხვავება აი თბილისელებსა და სხვა ქვეყნის სლავებს შორის და მეორე მხრივ რაღაც მომენტში, როდესაც დიდხანს უყურებდი, თითქოს აი ამ ყველაფერს ამუშავებდა მერე და ისევ თავის რაღაც თბილისურ თუ ქალაქურ, როგორ თქვა ზუსტად არ ვიცი, აი თავის ველში აქცევდა და თავის რიტმში და ეგ იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და ხო, საინტერესო და უცნაურიც შეიძლება. ჩემთვის ხო ყველა ეგ ქუჩა ერთმანეთს ცვლის და თითქოს რაღაც ენერგიები იცვლება და რაღაც რიტმი იცვლება თავისთავად. ამიტომ ჩემთვის მაგის ასახვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
საერთოდ მე მგონია რომ ქალაქის გადაღება კინოში ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი ვერ აკეთებს კარგად რა. და თუ არ იცი ქალაქი, ირინამ როგორც თქვა, ამან იცის ეს მნიშვნელოვანი რა იყო რა, აჩვენა ის რაც იცის რა, რა მხრიდანაც თვითონ იცის. და მაგ დროს ენერგია სხვა ვიბრაცია ქალაქს კინოში რა რო უყურებ, ეგ იგრძნობა. და დიდი რეჟისორებიც კი რამდენიმე ჩემი საყვარელი რეჟისორებიც რო ჩადიან და სხვა ქალაქს იღებენ, ხშირად არ გამოდის ხოლმე რა, იმიტომ რომ რაღაც შინაგანი კავშირი ქალაქთან აუცილებელია რა, და ნუ აი ხა თბილისს აქვს სხვაშორის აი ირინამ თქვა მართლა ყველა ქუჩას და პატარა უბანს და უბანში კიდე რაღაც მიკრო რაღაც უბანს თავისი ენერგია აქვს და ძალიან სწრაფად იცვლება ეს ენერგიები რაღაც შეიძლება 100 მეტრში სხვაგან აღმოჩნდეს საერთოდ და ძალიან დამახასიათებელი ვიბრაცია აქვს თბილისში აი ყველა მოსახლეობს რა ლამის რა თან განსაკუთრებით აი ძველ უბნებში ხო და ეს როდესაც არის როდესაც მაგას ხედავ ფირზე და კინოში მაგარია ეგ რო ცოცხლდება რა ხო და არ ვიცი აი ჩემთვის ძალიან მაგრა აკეთებს იოსელიანი მაგას რა არ ვიცი მე არ ვიცი ამდენ პარიზს აკეთებს მაგრამ თბილისს რო ძალიან მაგრა აკეთებს ეგ ვიცი ხო და ეგ ჩემთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია როცა ქალაქი არის ეგრე გაცოცხლებული რა და ძალიან რთულია და მუსიკას რაც შეეხება აი ირინამ როგორც თქვა იმდენი ხმა არის მანქანების და თვითონ ქალაქის გუგუნი რომ ამიტომ ცოტა რაღაცნაირად შეზავებული უნდა ყოფილიყო ამ ხმებში და შესაბამისად უფრო მინიმალისტური და ხო უფრო არა დახუნძლული რა მუსიკა უფრო სივრცული უნდა ყოფილიყო რა ამ ხმებისთვის ადგილი ყოფილიყო რა მეტი ქალაქთან მიმართებაში ეგეთი ამოცანა არ ყოფილა სივრცული მე მგონი ძალიან სწორი სიტყვა იმიტომ რომ ეგეც თითქოს იმ დანარჩენი ფაზლის ნაწილი აი ოპერატორისთვისაც ეგ იყო გიორგი შველიძისთვის რომ ჩემთვისაც ეგ იყო მხატვრისთვისაც ეგ იყო მსახიობებისთვისაც ეგ იყო რაღაც თავისუფალი სასუნთქი ველის დატოვება უშუალოდ აი მოქმედებასა და შემდგომ აი მაყურებელს შორის აი ველის დატოვება და ამიტომ მაგ ცოტა სპეციფიკურ სივრცეში აზროვნება არ ვიტყოდი უცნაური მაგრამ ამ ფილმისთვის აუცილებელი რა იმიტომ რომ რაღაცა ეგრე არის ყველაფერი ეგრე არის და აგებული არის ეგრე მაგ პრინციპით და ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია